საკმაოდ პოპულარული შეხედულებაა ანიმე ფანდომში ის, რომ ანიმაციის ხარისხი დამოკიდებულია ბაჯეტზე, მაგრამ ეს ფაქტი მთლად რეალობას არ შეესაბამება. კი, ბაჯეტს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს მნიშვნელობა არის 10%. 90% დამოკიდებულია ანიმატორების სკილებზე, უნარებზე, გამოცდილებაზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამ ანიმატორს რა დრო ექნება ამ ანიმაციის გასაკეთებლად. თავისთავად ანიმეს წარმოებას ფული ჭირდება და ამ ანიმეზე უამრავი ანიმატორი იმუშავებს, ანუ ფონები იქნება, კომპოზიტინგი იქნება, იბითური ანიმაცია იქნება თუ რა იქნება. თავისთავად სტუდიას ჭირდება რომ ამ წარმოების ფული გადაიხადოს და თავისთავად თუ ანიმეს მცირედი ბაჯეტი ექნება, ეს ჯოხი გადაწყდება ამ რანდომულ ანიმატორებზე და ამ სტუდიოს რანდომულ წევრებზე. მაგრამ ანიმაციის მხრივ, რასაც ფანები ყურადღებას აქცევენ ხოლმე და რის მიხედვითაც აფასებენ, ანუ რომელ ანიმეს აქვს საუკეთესო ანიმაცია, ჩემი ჩათვლით. ოკეი, ჩემი ჩათვლით. ძირითადად რაზეც ამახვილებენ ყურადღებას, არის საკუგა სცენები. როგორც წესი, მნიშვნელოვანი ექშენ სცენებისთვის ეს საკუგა გაკეთებულია ხოლმე როგორც წესი 4-5 ანიმატორის მიერ. უფრო მეტიც არის ისეთი შემთხვევები, როგორიც იყო One Punch Man-ის მეორე სეზონი. ამაზე ვიდეო მაგაკეთებული, შეგიძლიათ ნახოთ. პრაქტიკულად One Punch Man-ის მეორე სეზონში თუ რამე კარგი ექშენ სცენა იყო, 90% გაკეთებულია ერთი ანიმატორის მიერ, კეიჩირო აოკის მიერ. პრაქტიკულად მთელი მეორე სეზონი One Punch Man-ის იყო ამ ერთი ანიმატორის ზურგზე. ფაქტობრივად 98% მიზეზი იმისა მეორე სეზონი One Punch Man-ისა რატო იყო შედარებით უკეთესი ვიდრე მესამე სეზონი და მთლად მესამე სეზონის დონეზე არ იყო ეს ერთი კონკრეტული ანიმატორი. აი ისევ ბაჯეტზე რო გავაგრძელოთ ამ ანიმატორებთან დაკავშირებით არ არის შემთხვევა რომ მიუხედავად იმისა რომ ამ რანდომულ ანიმატორებს რაღაცა თითრებს უხდიან და ხურდებს აძლევენ ამ ანიმატორებს მილიონებს უხდიან. რეალურად როგორც ვიცი დიდი განსხვავება არ არის, იმიტომ რომ ანიმატორებიც და ჩვეულებრივი ანიმატორებიც იმის და მიხედვით იღებენ ხელფასს რამდენ კადრს დახატავენ თითოეული სცენისთვის. უცხო სტუდიოებში ამერიკული იქნება და სხვა წინასწარ განსაზღვრული ბაჯეტი არ აქვთ. რამდენსაც დახატავ, რამდენ ფრეიმსაც დახატავ, იმ ფრეიმების რაოდენობის მიხედვით იხდიან. მაგრამ საბოლოო ჯამში გრანდიოზული სხვაობა არ არის. ყოველ შემთხვევაში იმდენი ნამდვილად არა, რომ ბაჯეტში ცვლილება რამეს ნიშნავდეს. მაგალითისთვის One Punch Man-ის პირველ სეზონს, რომელსაც ყველა აქებს, რომ საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაცირებული სეზონია, რეალურად არაფერი განსაკუთრებული ბაჯეტი არ ქონდა. როგორც ვიცით, რეალურად საშუალო დონის ბაჯეტი ქონდა. სტანდარტულად გადაუხადეს ანიმატორებს და სტანდარტული ბაჯეტი ქონდა, არაფერი განსაკუთრებული. მარტივად რო ვთქვათ, თუ თქვენ საყვარელ ანიმეს ცუდი ადაპტაცია შეხვდა და არა აქვს რაღაცა განსაკუთრებული საკუგა სცენები, 99% მიზეზი არის გარანტირებულად ის, რომ ცნობილი გამოცდილი ანიმატორი არ მუშაობდა და თუ მაგალითისთვის ერთმა სტუდიამ გააკეთა ორი ანიმე და ერთ საშინელი ანიმაცია აქვს და მეორეს არაჩვეულებრივი, 99% შანსი იმისა, რომ ეს ბაჯეტის გამო კი არა და ერთ ანიმეს მეტი ბაჯეტი ქონდა და მეორეს ნაკლები, არა, ნიშნავს რომ სტუდიამ ჩათვალა ეს ერთი კონკრეტული ანიმე უფრო მომგებიანი იქნებოდა და პრიორიტეტი იყო ამისთვის, ამიტომ თავის საუკეთესო ანიმატორები და ყველაზე გამოცდილი ანიმატორი თუ რეჟისორი გადაანაწილა ამ ანიმეზე. და აქ ამუშავა და შედარებით გამოუცდელი ანიმატორები და რეჟისორები და ამუშავა ამ მეორე სცენარიაზე. ორ სიტყვას სამი ანიმაციაზე ვიტყვი, თლად გარკვეული არ ვარ სამი ანიმაციაზე კარგად, მაგრამ მან კიდე შეიძლება რაღაცა ითქვას, ბაჯეტს რაღაცა მნიშვნელობა აქვს იმ ვარიანტში რა აპარატურას და პროგრამებს გამოიყენებენ ანიმაციებისთვის. თუმცა ახაც გადაწყვეტილი მნიშვნელობა ისევ და ისევ ანიმატორებზე მიდის და დროზე. ანიმეებს რო თავი დავანებოთ სამი ანიმაციაზე $1 კომპანიებს და სტუდიოებს როგორიცაა Marvel-ი, ფილმებსაც კი ხშირად საშინელი CGI აქვთ. ანუ ნიშნავს ეგ იმას, რომ Marvel-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაც კომიქსების და ფილმებისა, ანუ ბაჯეტი არ ქონდა ამ კონკრეტული ფილმისთვის, თავისთავად ეგ ვარიანტი არ არის. სხვა ვარიანტი კიდე ფან ანიმატორები, რომლებიც შედევრებს ქმნიან ბლენდერით და ასე ვქია ფლიპ-კლიპით, უფასო ანიმაციის პროგრამებით. როგორც თქვი, ყველაფერი დამოკიდებულია ანიმატორის სკილზე, უნარებზე და ამ ანიმატორს რამდენი დრო ექნება. და რეალურად უფრო მეტიც სტუდიოზეც კი არის დამოკიდებული. და ის ედიტები, რომლებიც მithunაც დამირეპოსტებია და შემინახავს და მიყვარს ხოლმე ეგეთი ედიტების ყურება, წაწდება მაპა სტუდიო ბონს რაღაც და საუკეთესო ანიმაცირებული სცენებია ხოლმე. ანუ სისულელია. თუ არ საუბრობთ იმაზე, უბრალოდ სტუდიას რა პირობები აქვს ანიმატორებისთვის და როგორ ეპყრობა, თუ მაგას არ ჩავთვლით და მაგ შემთხვევაში ერთ-ერთი სტუდიო, რომელსაც მართლა აინტერესებს თავისი ანიმატორების ბედი
და ჯანმრთელობაც და ყველაფერიც არის კიოტო ანიმეიშენი. ერთადერთი სტუდიო, რომელიც მართლა თავის ანიმატორებს ხელს უწყობს და მაგით არის ცნობილი და მარტო სარეკლამოდ არ არის, რომ აუ ჩვენი ანიმატორებს კარგ პირობებს ვქნით და მართლა რომ მაგას აკეთებს, არის კიოტო ანიმეიშენი. და მაგის გამო კიდევ უფრო ტრაგიკული და საშინელებაა კიოტო ანიმეიშენზე თავდასხმა და სტუდიოს გადაწვა. მეორე ვარიანტი, რაშიც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს სტუდიოს, არის როცა ვსაუბრობ CGI-ზე. სტუდიოს რამდენად კარგი CGI ჯგუფი ყავს და რამდენად მოწყობილი და განვითარებული CGI დეპარტამენტი. მაგრამ მაგ შემთხვევაშიც რო გადავიხვალოთ ანიმეების 90%-ից მეტი ორიენტირებულია 2D ხელნახატ ანიმაციაზე. თუ ფონებისთვის არ არის გამოყენებული CGI და ამ შემთხვევაშიც ეს სტუდიოები როგორც წესი სხვა CGI სტუდიოებს ქირავენ და იმათ უხდიან ფონებისთვის. ხშირ შემთხვევაში სტუდიოს არ აქვს CGI დეპარტამენტი. უშუალოდ 2D ანიმაციაზე რომ იდგება საქმე, სტუდიოს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ უმეტესობა ანიმატორი არ არიან მიჯაჭვულები ერთ კონკრეტულ სტუდიოზე და არ აქვთ კონტრაქტი ამ კონკრეტულ სტუდიოსთან. ეს მთავარი ანიმატორები ხან ერთ სტუდიოსთან მუშაობენ, ხან ერთ ანიმეზე, ხან მეორეზე. მაგალითისთვის ცნობილი ფრანგი ანიმატორი, რომელიც ანიმეებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმატორია საკუგა ფანებისთვის, ისეთ ჩანსართი, რომელსაც მოიხსენიებ ხოლმე როგორც One Piece-ის ანიმატორს, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად One Piece-ზე მუშაობს ხოლმე, მაგალითისთვის კიზარუს და ლუფის ბრძოლა, გოროსეის გამოჩენა და ასევე მაგალითთვის ზოროს და ესჰოკის ბრძოლა, ეს ყველა ანიმაცია ვინსენტ ჩანსარდის გაკეთებულია, მაგრამ ვინსენტ ჩანსარდს Toei Animation-ის გარდა ასევე ნამუშევარი აქვს მაპასთან ჯიუჯუტსუ კაიზენში მაჰარაგას და სუკუნას ბრძოლაზე. ეს სცენა სუკუნას და მაჰარაგას ბრძოლიდან ასევე რამოდენიმე სხვა სცენა ამ ბრძოლაში ვინსენტ ჩანსარდის გაკეთებულია. ასევე White Fox ქვია თუ სწორად ახსოვს Re:Zero სტუდიას, Re:Zero-ში ეს ანიმაცია, ეს ბრძოლა ვინსენტ ჩანსარდის გაკეთებულია. ნამუშევარი აქვს სტუდიო Bones-თან და ეს პატარა სცენა საფრთხე გაჩაკუტას 23 თუ 22 სერიაში გაკეთებული აქვს და ასევე სტუდიო Pierrot-თან ბორუტოში ნარუტოს ბარიონ-მუტის ბრძოლის ეს სცენა გაკეთებულია ვინსენტ ჩანსარდის მიერ. ხვდებით ხომ, უმეტესობა ანიმატორი არის მსგავს ვარიანტში. თავისთავად ყველა არა, მაგრამ უმეტესობა ეგრეა. არის შემთხვევები, როდესაც ერთი კონკრეტული ანიმატორი ერთ კონკრეტულ სტუდიოსთან მუშაობს, მაგალითად პრაქტიკულად საუკეთესო ექშენ ანიმატორი, რომ ანიმეებში გვინახავს ისტორიაში იუტაკა ნაკამურა, რომელიც ყოველთვის სტუდიო Bones-თან მუშაობს და ძალიან ბევრი სცენა აქვს გაკეთებული საგმირო აკადემიაზე. მან გაუმართლა საგმირო აკადემიას, რომ ასეთი ანიმატორი შეხვდათ. ასევე რაც ვახსენე, კეიჩირო აოკი, ერთწოდებული in-house ანიმატორია JC Staff-ის. და ისევ ბაჯეტს რომ დაუბრუნდეთ. ეს ანიმატორები, რომელ ანიმეზე იმუშავებენ და რომელ სტუდიოსთან იმუშავებენ, უმეტეს შემთხვევაში არ წყვეტენ იმის და მიხედვით, რომელი სტუდიო მეც თავაზობს. იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველგან ერთდაიგივე ანაზღაურებაა. წყვეტენ იმის და მიხედვით, ვისთან მეგობრობენ. ნაცნობობაზეა, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ. სრული სერიოზულობით. ყველაზე მარტივი მაგალითი, One Punch Man-ის პირველი სეზონი, როგორც თქვი, ბაჯეტი იყო საშუალო. არ იყო არაფერი განსაკუთრებული. One Punch Man-ის პირველი სეზონის რეჟისორი შინგო ნაცუმე მეგობრობდა ძალიან ბევრ ცნობილ ანიმატორთან და რეჟისორთან და ამ რეჟისორებს და ანიმატორებს ასევე ნაცნობები ყავდათ. და მოახერხა ამ კავშირების და ნაცნობების საშუალებით, რომ ეს გამორჩეული ანიმატორების ჯგუფი შეეკრიბა და მაგიტო იყო უმეტესობა One Punch Man-ის ფანისთვის დიდი ტრაგედია ის, რომ შინგო ნაცუმე მეორე სეზონზე აღარ იმუშაობდა და რეჟისორი აღარ იყო. და მეორე მაგალითიც ვინსენტ ჩანსარდი, როგორც ვახსენე, ჯიუჯუტსუ კაიზენში აქვს ნამუშევარი, ამაზე დაპოსტილიც აქვს ვინსენტ ჩანსარდს, რომ საშინელი პირობების და გამო და საშინელი გარიგის გამო მაპასთან აღარასდროს ვიმუშავებო და ერთადერთი მიზეზი რატომაც დავთანხმდი მაგ შემთხვევაშიც, რომ ანიმაცია გამოკეთებდი და მაპასთან მუშაობასო, იყო ის, რომ სერიის რეჟისორი, მე-17 სერიის რეჟისორი იყო ჩემი მეგობარიო. და იგივე ვარიანტში თუ არ ვცდები, მგონი მსგავსი შემთხვევაა, რა ქვია, Free-Ren-ის პირველი სეზონის. ნაცნობები ყავდა სერიის რეჟისორს და როგორც One Punch Man-ის პირველ სეზონზე მოახერხა შინგო ნაცუმემ ამ ანიმატორების შეკრება, მსგავსი ვარიანტი იყო Free-Ren-ის პირველი სეზონიც.